მოგესალმებით მეგობრებო, ყველა სიხარული, ბედნიერება და კარგი განწყობა. რატო ჩავერთე? ეხლა მოვდივარ მაშინ. აი ეს გადასასვლელია იელოუსტონის სტილში. და რომ მოვდიოდი მძღოლები მანიშნები და ნელა მეთქი და არ ვჩვენებ თითქოს სიჩქარეს არ ვარღვევდი არაფერი. მე შემეშინდა პოლიცია ხო არ დგას, რაღაცა ხო არ დგას მეთქი და შევანელე სიჩქარე და კაიგეთი 4-5 მაილი გავიარე, მე ერთმა სატვირთომ გამოიენოცა დააკელი სიჩქარეს და აი ბოლოს უკვე მოვედი აგერ და თუმე დაკეტილია გზა. რატომ იქნებდნენ იძღოლები არ ვიცი, მაგრამ მეთქობა, ნუ ყოველ შემთხვევაში აი ძღოლური სოლიდარობით მითხრეს რომ ნუ მიდიხარ სწრაფად. თავარია პოლიციას გავსდით. Ада სიჩქარეს არ ვარღვევდი, მაგრამ მეც ახლა ჩავთე რაღაცა საინტერესო, ჩვენ ხო საინტერესო რაღაცებს ვეძებ და აბა ნახოთ ახლა თუ გზას აკეთებენ და ეს არის მიზეზი, არ ვიცი, მაგრამ თუ უფრო სხვა რაღაცაა საინტერესო, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს, მაშინ უკვე საინტერესო იქნება. კიდევ მოგეცა საშუალება წყნარად დავათვალიეროთ ეს ადგილი. მოგცემ მონტანა რა მაგარი ნახეთ ეს ნაძნარი მე შუშა ჩავწერ და გავაღებ პირს გავიხსენებ დედაჩემის შეგონება წაღვეში და ბაკურიანში რო ხდებოდით ხოლმე გააღებ ბიჭო პირი ცუთა ხარი მაინც ჩაისუნთქე და ჩვენ წავდგეთ და ჩავისუნთქოთ არა მეგობრებო ავიწმინდოთ ფილტვები ეხლა ზაფხული როი ძალიან ლამაზია ზამთარში ძალიან ლამაზია მაგრამ ნუ ჩვენ მაინც აქით არ დავთვალთ აქით ზამთარში ამხელა დიდი მანქანით სასურველი არ არის რო იარო თუმცა მაინც შევხედოთ დავთქვეთ ბუნებით და თუ დათვიან რაღაცა ცხოველი გამოჩნდა ხო კარგია და გრიზლი ხო გვაქვს ანახავ იქეთი გრიზლებს ინახავენ ხოლმე, ინახავენ მეთქი. როგორ მეშლება ხოლმე ენა. ესე იგი პატარა ზოოპარკივით არის, მაგრამ მინდოდა ის შესვლა, მაგრამ დილა იყო და 8 საათზე დაკეტილები იყვნენ და აღარ გავჩერდი. და აქედან ეს უკვე მონტანაში ვარ, ეს არის ბოზემანიდან გადავდივარ ვესტ იელოუსტოუნისკენ, სადაც არის ის გეიზერები და მაშინაც რო ვილაპარაკეთ, ხო არ ვისარგებლო და ხო არ წავედი იელოუსტოუნში, მაგრამ ისეთი გრაფიკი მაქვს, ვერ მივარ რა. არა, მოდი, ტყუილად ლაპარაკობ. ვერ შეგბედებით, ვერ გავართ. просто გვერდზე გავულით და იმიტომ რომ მაინც ხეჭე. და რომ მუშაობდე ეს აგარი რა. ზოგჯერ არის ხოლმე გინდა შეუთავსო მუშაობა სასარგებლო ინფორმაციას, ტურისტულ ინფორმაციას, მაგრამ ამჟამად ვერ შეგბედებით მეგობრებო იელოუსტოუნს უბრალოდ გვერდზე გავულით. თავარია ახლა ჩვენ აქ რა ხდება? ნახოთ. ნუ ამას უკვე ნერვებმა უმტყუნა და წავიდა უკან, მეტყვა დიდი ხანი დგას. მე მგონი საავადმყოფოდ გონი გზის რემონტია. დაიცრა, ის კაცი წავიდა და კოლონა დაიცრა. მოდი ვიქტორინა გავათამაშოთ მეგობრებო. ხიარული რო იყოს ეს ჩვენი ტური. ვინ გამოიცნობს? რა არის? ავარია მოხდა, ჩამოწვა და დაიკეტა გზა. გზას არემონტებენ და იმიტოა გზა დაკეტილი. და კიდევ მეოთხე რა შეიძლება იყოს? ან დათვიან ირემს დაეჯახა. აი ეს 4-ის მახსენდება, სხვა რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ საწობის. ესე იგი, პირველი ავარია მოხდა, მეორე გზას აკეთებენ, მესამე ცხოველი თუ რაღაცა დაეჯახა და მეოთხე მიწა ჩამოწვა. ეს მე რაც მახსენდება და აი აქედან ვინც გაარტყავს ზუსტ მიზეზს, რატო აქ ეს მონტანაში საწობი იმას ვინც იქნება მოგებული, იმას გადაეცემა ჩვენი წიგნი ორეული.
კიდევ რა შეიძლება იყოს 4 და შეიძლება თქვათ ნაძვი ჩამოვარდა ან ხე, აი ხა ეს გუშინ თქვა წვიმა იყო ან თოვლი იყო და არ ეხომე ზოგჯერ დიდი წვიმა რომ მოვა ესე ხეები ვარდება დიდი ნაძვიან ფიჭვია და ამის და მაგვარი ეთი მინდა გავიხსენო მეგობრებო რახან მაინც რო გვაქვს ეს მონტანა, აიდახო აქეთ ვაშინგტონში სულ ასეთი ფიჭვნარები და ნაძვებია რა და მოგეხსენებათ როკფელერ ცენტრი ნიუ-იორკში რო არის დიდ ახალი წლის წინ შობამდე დიდ ნაძვის ხეს დგავენ ხოლმე რა აი ხა ვინც ნიუ-იორკში ნამყოფია და არა ბევრი ვიდეოებში დემებში იღებენ ხოლმე ჩვენი ტურისტები ან ვინც ყველა ნიუ-იორკში ახალი წლის წინ ხდება ხოლმე ტურისტები აუცილებლად იქ მიდიან რომ დაესწრონ იმ ნაძვის ხეს. ხოდა ეს ნაძვის ხე არის ძალიან ისეთი ეს ნაძვის ხე ყოველ ხო არის ხოთ ახლა ეს ნაძვის ხეს დადგა და მეორე წლისთვის იგივეს დადგა. არა, აქ არ არის ასე. ასეთი ტრადიცია და მგონი უთქვა 100 წელით უკვე დიდი ხანია ეს ტრადიცია. ესე იგი ჯგუფია 6 თუ 10 კაცის და ვერტფრენით ფინავენ ამ შტატებში და ეძებენ ნაძვის ხეს. რაღაცა თავისივე სტანდარტული მოთხოვნაა მგონი რაღაცა 15-20 მეტრი უნდა იყოს სიმაღლით და ამის და მაგვარით ეძებენ გარკვეული 1-2 თუ 3 კვირის განმავლობაში და მერე რომელი ნაძვის ხეც მოეწონებათ, ეხლა ჩვენ ისეთ ადგილას არავთ, მგონი პატარა ნაძვის ხეებია აქ რა. დაფრინავენ და მერე რომელიც მოეწონებათ დაადებენ ხეც და მერე უკავშირდებიან პატრონს და პატრონის ნებართვით ჭრიან იმ ნაძვის ხეს და მიაქვთ ნიუ-იორკში. მაგრამ მთელი საინტერესო რა ხდება? ამ ნაძვის ხეში პატრონს აძლევენ $100,000. წარმოიდგინეთ რა. და ესეთი დიდი კონკურსია თუ რა ვიცი, ყველა დაფასებულია თქვათ იქ არ ვიცი ნაძვებს რას უკეთებენ ეხლა ეს ხო ყველა მიწის ამას ხო პატრონი ხავს ყველას ამ ტერიტორიებს და გაუმართლებს რა ეს 100,000 და გონი ეს 4 შტატია ვაშინგტონი, აიდახო, მონტანა და გონი იქითკენ არ ვიცი აი მანდეძებენ ხოლმე რა ნორთ-დაკოტაში სადაც ეს ნაცნობებია და მაგარია რა საახალწლოდ $100,000 რო გადაგიხდიან და ნიუ-იორკი იხდი ნიუ-იორკის ქალაქი და დიდი პატივია და მერე უკვე რო დამთავრდება ეს საახალწლო ზეიმები შობა და ისე მერე იმას ჭრიან და ნაჭერ ყიდიან აი ნიუ-იორკში თუ მოხდები თქვა იანვრის შემდეგ თებერვლის თვეში იქ ყიდიან ხოლმე და ეს ნაძვის ხის ნაჭერს და მერე მიაქვს და თემ სოფლიოში რიგდება და უხარიათ რომ აი ნიუ-იორკის როკფელერის ნაძვის ხის ნაწილი მიგვაქვსო. აი ეს ისტორია მოგიყევით. ახლა ჩვენ ვარ გვაწყობს აქ დიდი ხანი დგომა. გადავიდე გარეთ ჯერ არა. მეტი ხალხი გამოდის. გავარდავთ. ისე მეგობრებო ეხლა ვინც ჩვენ არხს უყურებთ და ვინც ჩვენ გვადევნებთ თვალს რეკორდი ხო გვაქვს დამყარებული მაშინ სად ვიდექით იქა ხო იმაში ნიუ-მეხიკოში საცობში რომ ვიდექით და ისიც მქონდა გაფუჭებული მაშინ ვიდექით მაშინ მილი იყო ხო სიგრძე რამდენი ხანი ვიდექით არ მახსოვს 4 საათი ხო, ნუ ერთ სიტყვით ისი თქმა მინდა. ესე იგი, ქალაქში ნადგომი ვართ, ხო? აქვია იმაში, საცობში. დაბნოში ხო ვარ ნადგომი. გახსოვთ ერთხელ იმაში ვიყავი ნევადაში, იქაც ვიდექით საცობში. ნუ გაგვიკვირდა იმით კი რა ხდება მეთქი. და ეხლაც გავართ უკვე აი ესეთ წვანე ტყიან საფარში. იმედია დიდი ხანი არ ვიდგებით, არ გვაწყობს ახლა ჩვენ
უბრალოდ ვიტყვი რომ რომელ საცობში ჯობია. ასეთ სუფთაჰაიში, უდაბნოში თუ ქალაქში. გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ ჩემი აზრით ასეთ ადგილას ნამდვილად ჯობია საცობში იდგე, ვიდრე ქალაქში და უდაბნოში. უკვე ხალხი ვეღარ ითმენს. თუ ეს გადმოდი, მანქანებიდან გადმოდის ეგრე წყული და ადგას იხურება. შენ გახსოვთ რომ ამბობთ ხოლმე რომ წყული რო ხარ და განსაკუთრებით ტრაილერი წყური და ახალი დამწყები წყულები რო არიან, მეთქი ჩემი აზრი იყო რომ უნდა იყოს ასეთი მეცადინეობა, გაკვეთილები უნდა ავიღოთ საცობში დგომის მოთმენა რო გაივარჯიშო. აი სარკეში ჩანს ამხელა რიგი დადგა უკან ჩვენს უკან წინ არი და არის. ჩვენ რას ვაკეთებთ ხოლმე გახსოვთ ერთხელ ღამე ვიდექი და დიდექი აღარ ვიდე ავდექი და დავიწყე აქეთ იქიცია რომ ჯერ არ ვაკეთებ ამას. მაშინ გახსოვთ ზამთარში ვიყავით. და გარეთ ციოდა. და ამ ჩემ კაბინაში დავიწყე ვარჯიში. ჯერ მაგ კონდიციონდი არ მისურვართ, მაგრამ მეორე მხრივ შეგვიძლია გავიდეთ გარეთ. გარემ სუფთაჰაირი მაინც ხოლმე ჩავყრაფოთ და რატო დავკარგოთ ეს ვარიანტი. რა კარგია, რა კარგი. აუ, თელი ბოლოში ბოლო არ უჩანს იმხელა სიგრძით არის და აქეთკენაც გას ეს თელი რიგი, მაგრამ ჯერ ახალი დაწყებულია ხა ჯერ სულ რაღაც 10 წუთია ვდგავარ და ეს გამოთიშო კაცო ეს ძრავა. საწავის ეკონომია მაინც რა ვაკეთოთ. რა ჯორჯი. ჩვენ კიდე გამოვიდეთ გარეთ და დედაჩემის არიგება გავაღოთ და ვისუნთქო და. აი რიკი არის და ლურჯიცა. მონტანა მამით ყოველთვის განსხვავებული შტატია, ის სულ ძირითადად არის ლურჯიცა და ძალიან ლამაზია. რაში გავრისაიტყობა სუფთაჰაირი რო არის, ეს ფერები არის ძალიან კაშკაშა და ძალიან მოქმედი. აი ზამთარშიც რომ მოხვიდე ხა თუ თოვლი და წვიმა არ არის, აი ეს არის სურა, ესეთი ლამაზი რა. ეხლა ზოგი მეტყვის რა სხვაგან რაც სხვანაირია. მე მგონი აი იგზნო აი რაღაც აი ხა მაგალითად აბასთუმანის ვარია ობსერვატორია რატოა ის კარგი რომ იმდენად წმინდა ცა არის ისა რა იქ აბასთუმანის ტერიტორიაზე და ობსერვატორი და მეცნიერებისთვის კაი ადგილი იყო და აი აქაც უკვე მთელი მონტანის გარშემო ზემოთა ცა ასე ვთქვათ უფრო აი კაშკაშა ძალიან მაგარი ფერებით არის რა ნუ სუფთა რო არის ეხლა სად ნიუ-იორკის ზემოთ რო გადახედავ ან თქვა საწარმოოს ქალაქის ზემოთ სულ სხვანაირი ფერი იქნება და გძნობ კიდევაც და აქ ძალიან სუფთაა რა. რა სიწყნარია. ყველა ძრავები გამორთული აქვს და აი ჯერჯერ ვარი ხომე რომ ყური რო ქეთკინება სიჩუმისაგან აი მომენტია. თუმცა რაღაც ეს ჭიჭინები ხმას გამოსცემენ. ეხლა ჩვენი ეს ასეთი მოგზაურობა საინტერესო რო იყოს მაგარი იქნება თუ დათვი გამოჩნდა, მაგრამ დილა და დილით გამოვა დათვი ალბათ ძინავს და რომ მოშვიდობა მე დაეწყებს სიარულს, მაგრამ წესი და ლოგიკით გზისკენ რატო უნდა წამოვიდეს, ხა სიცივი არ არის. ნუ არ ვიცი, ნახოთ. ჩვენ როგორ ვამბობთ ხოლმე, თავრია ჩვენ მოვინდომოთ და იქნებ დათვი გამოჩნდეს ასე ბუნებაში, ნატურაში. ამ ხელა სიგრძე, მაგრამ იქიდანაც მანქანები არ მოდიან, რა ხდება? ამ ხელა სიგრძეა. ჯორჯ, დაისვენე. ეს რაში წვა ხის რა არის? ხემიაში.
არის ხოლმე ზოგჯერ არწივები დაფრინავენ ხოლმე, ძალიან ხშირად მინახია, მაგრამ უთხოვა დილაა ჯერ. არ არიან გაგვიძებულები. დაიძნე, ეს დავქოქვეყლა. შემოვარდი მანქანაში და რაღაცა ხდება, აი კარები. ეს კარები დამჩაღია და დავკეთო. მარჯვენა კარები კარგად ხარ იყო დაკეტე და ამით ახლა სიგნალი მე მომიწია გაჩერება. აუცილებლად დაიძრა, რა ხდება? მოდი ახლა მე ასე დავაყენებ, რომ პოლიცია არ დამინახოს. აბა რა ხდება, მეგობრებო? ავარია მოხდა თუ რა ხდება ეს? აქვე იმას. სახანძრო მანქანებით განა. პატარა მანქანაა გადაგვირავებული, ამერ მარცხენა პოსტო პოლიცია და პატარა მანქანაა გადაგვირავებული ტროლეიბუსში. საწყობი აიგო დრაგერ მანქანა. ავარია. პატარა მანქანა იყო დაჭაჭებული. რა ცუდია რა ასეთ ლამაზ ბუნებაში რომ რაღაცა პრობლემები შეგექმნება. რაღაცები სულ გვაინტერესებს და ცუდი რაღაცაა ეს აცუნე გეჩქარება მე რომ გაიჭედები და ელოდები და წეღანაც რო თქვი აუცილებლად სკოლი რო ხდები მოთმენის საცობში მოთმენის ვარჯიშები უნდა გაიაროთ იმიტომ რომ სპანერად არ გამოვა ესე იგი ვიქტორინას პასუხიც გავიგეთ, ხო? ესე იგი ვინც პირველი იტყვის, ვინც პირველი გადავხედავ კომენტარებში, ვინც პირველი იტყვის, რომ ეს საცობი ვინც პირველმა თქვა, რომ ეს საცობი ავარიის გამო მოხდა, იმას გადაეცემა ჩვენი ციგნი ორეული. ერთ სიტყვით გამარჯვებული მიიღებს საჩუქრს. კიდევ გავაგზავნოთ გზა მონტანაში იელოუსტონის მიმართულებით. თუ რამე საინტერესო იქნება, აუცილებლად დავაფიქსირებ. არა მეგობრებო. მაშინ ცხენების ის რო იყო, თუ დღესაც ჩატარდა, მაგრამ არ მგონია ახლა დღეს ხა სამუშაო დღეა, სამშაბათი.
თუ მოხდით ხო აუცილებლად გავჩერდებით. მაგრამ აი გასაჩერებელია. ნუ რაღაცას მოვიფიქრეთ. რა თქმა უნდა, საინტერესო ადგილი და სიტუაცია თუ ნახეთ. მემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე.